რა დღეს გაჩერდა მაღარო იმ დღიდან დაეთქვა. აი პირადად მე როცა წუთი გვერდზე მიხედვის საშუალება არ მქონდა. თითქმის შიმშილობს ქალაქი, იმიტომ რომ ეს კრიზისი სულ ყველას შეეხო. ჭიათურა დგას, ჭიათურ მარგანეცის GMC-ა თუ რაღაცა არის ეს ამის ზურგზე დგას ეს ჭიათურა. თუ ჭიათურაში არ იმუშავა მაღარო, ფაბრიკები აღარ მუშაობს, იყო სამკერვალო ფაბრიკა, იყო ქარხნები, არაფერი არ მუშაობს. გარდა ერთისა, რომელიც არის მამოძრავებელი ამ ქალაქის, ეს არის ჭიათურა და მაღაროელები. თუ მაღაროელებმა არ იმუშავას, მაღაროელების თვალები, ჩამქრალი თვალები, თითეული ადამიანის, აი რო ნახოთ და გაიაროთ ქუჩებში, ნახავთ რომ როგორი გასაცოდავებულია ადამიანები. 3500 ადამიანის უხელფასოდ დარჩენა. ეს არის კატასტროფა. აი ეს ჭიათურა დამერწმუნეთ, შვილებო რომ სიკვდილის ტოლფას დღეს გადის ახლა. აი რომ იყო რომ ამბობენ 90-იანი წლები, აი ზუსტად ისე გადის, იმიტომ რომ ხალხი აი ჩემი დიშვილიც მუშაობს, 3 შვილი ყავს და წარმოიდგინე 3 შვილი ყავს და შვილს ვერ აჭმევს პურს, რომ არ მიცეს დედამ პური, პურს ვერ აჭმევს შვილს. ამ უხელფასოდ რაფერი უნდა იარსებოს ადამიანმა. სხვა არაფერი არ არის ამ ქალაქში. მხოლოდ ეს ერთადერთი არის, რომ მუშაობს ეს ტრესტი და ტრესტი ახლა დაითხოვეს დიდები, პატარები და სულ ყველა მე ახლა არ მუშაობ ტრესტში, მაგრამ მე რაზედაც ვმუშაობ. ის ადამიანები დილაზე ხან ხელთათმაც გავყიდით, ხან ნასკს გავყიდით, ხან რამე ფაქტიურად არავინ არ არის. დღეს ახლა მთელი დღე ვდგავართ 10 ლარს ვერ ივაჭრებ და ფაქტიურად მე ჩვენც უნდა წავიდეთ სახლში, უნდა დავანებოთ თავი და ახლა ასეთ ასაკში და ამ ახალგაზრდების ასაკში ძალიან მენანებიან ეს კარგი ბიჭები, ეს კარგი ადამიანები ასეთი რამისათვის და ყველა მოდამ მიაქციოს ყურადღება, რომ ეს ასე არ მოხდეს და გადადო ყველა საქმე და ასეთი მშრომელი ჭიათურა, რომელიც არის ღერძი, საქართველოს გული, ასე არ უნდა გააჩერონ. რა ვიცი, თუ კი ვინმე გულთან მიიტანს, თუ კი ვინმე შეუძლია ერთი პაწაწინა რაღაცა დადოს ჭიათურლებისათვის, ძალიან მინდა რომ იყვნენ და ჩადგეს ჭიათურა თავის წყობაში, თავის